გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო? აღარ მაქვს სტუდია, დეკორაცია, ზურამ დამილომბარდა. ამიტომ რაღაც პერიოდი უჯარიმოც ჩავწერთ ღია ცის ქვეშ. ლამაზ გამწვანებულ ადგილას მინდოდა ამ ეპიზოდის ჩაწერა, მაგრამ თბილისში 10-ვე ხე დაკავებული იყო, სხვები წერდნენ რაღაცებს, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოსულიყავით ჟილინაში და აქედან გაგვეგრძელებინა ჩვენი პროექტი. საბედნიეროდ დაემთხვა ევროპის ჩემპიონატს ჩვენი ჟილინაში ჩამოსვლა. ესეთი კარგი დამთხევა, ვისაც არ გჯერათ დამთხევების, გამოიწერეთ უჯარიმოდ. ჩართეთ ზარის ღილაკი, ვიდეო დაალაიქეთ და სხვათა შორის ზარის ღილაკი ყოფილა ძალიან მნიშვნელოვანი. თურმე, ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება არხი გამოწერილი გქონდეს და ვერ გაიგო ვიდეო დაიდო, არ დაიდო, პოლონეთს მოუგეთ, ვერ მოუგეთ. ამიტომ ზარის ღილაკით ჩართეთ და დავიწყოთ. გილოცავთ პოლონეთის დამარცხებას, საოცარი საღამო იყო, საოცარი ემოცია იყო. ასეთი დატვირთული ემოციებით ძალიან ცოტა თამაშის შემდეგ ყოფილვარ. დღეს ემოციურ ნაბახუსებზე რო გავიღვიძე, პრინციპში არა მარტო ემოციურზე. მივხვდი, რომ რაღაც ისეთი მოხდა, განსაკუთრებული. ცოტა გამიკვირთა, კითხე ჩემს თავს, რა მოხდა ახლა ისეთი, რომ ასე იმოქმედა ჩემზე პოლონეთთან გამარჯვება. ევროპის ჩემპიონატზე ადრეც მოგვიგია, დიდ ნაკრებთან ერთადაც მოგვიგია, ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდულშიც მოგვიგია, პოლონეთზე დიდი გუნდიც დაგვიმარცხებია, როგორც ახალგაზრდულში, ისე დიდ ნაკრებში. რა მოხდა ასეთი განსაკუთრებული, რატომ გადავირიეთ ასე გუშინ? მივხვდი, ევროპის ჩემპიონატზე მოვიგეთ 94 წუთზე გატანილი გოლით. ძალიან ტკბილია ფერგი თაიმში გატანილი გოლით მოგება, ძალიან ტკბილია. ამ კაიფს ადრე მანჩესტერით ვიღებდი ხოლმე, ახლა საქართველოთითაც შემიძლია ეს კაიფი მივიღო, უკვე პატარებს არ გემახსოვრებათ, ადრე მანჩესტერიც იგებდა ხოლმე. რატომ გვიყვარს გულშემატკივრებს ასეთი მოგებები, ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოგებები? გასაგებია შოუა, ემოცია, ჰოლივუდია, მთელი თამაში გროვდება და ბოლოს მაგრად იფეთქებს და გასაგებია. მაგრამ მოდი ემოციური ნაწილი გვერდით გადავდოთ და ესე შევხედოთ საკითხს. მნიშვნელოვან მატჩში ბოლო წუთზე მოგება ძალიან ბევრს ამბობს გუნდზე. თუ კი ბოლო წუთზე გატანილი გოლით იგებ, ეს რას ნიშნავს? მანამდე ფრე იყო, ხო? ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ. ანუ 90-91 წუთზე ფრეა და იგებ. შენ რო ფრე არ გაკმაყოფილებს და მოსაგებად მიდიხარ, ეს არის აქ მთავარი და რამდენი გუნდი იცით, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში ფრე არ აწყობს. პოლონეთთან 94 წუთზე შეტევაში წასულ საქართველოს ნაკრებს. კონტ შეტევა რომ გამოპარვოდა და გაგვეშვა გოლი. რა მოხდებოდა? ხო ძალიან გვეწყინებოდა და ათასობით ადამიანი იტყოდა, რომ 94 წუთია, ქულა მოგაქვს. დაეტიერა დაცვაში, სად მიდიხარ, ესპანეთი ხარ, მაგის დედავატირი. ხო უეჭველი იქნებოდა ეს რეაქცია, უეჭველი. საქართველოს ნაკრები რომ მოსაგებად წავიდა 94 წუთზე, იმიტომ რომ ფრე არ აწყობდა, ეს არის ჩემი აზრით უფრო დიდი გამარჯვება, ვიდრე თვითონ გუშინდელი მოგება. გუშინდელი მოგება ხო ძალიან მაგარია, მაგრამ 94 წუთზე რომ ფრე არ გვაწყობდა პირველ ტურში ევროპის ჩემპიონატზე და წავედით მოსაგებად, ეგ არის ჩემთვის 6 ქულა, გუშინ იყო 3 ქულა. ეს არის რევოლუცია, ჩემი აზრით, ეს არის აქ რევოლუცია, ეს არის უკვე დიდი გუნდივით აზროვნება. ჩვენ თუ ამ გზას დავადგებით, პატარა ქვეყნის ნაკრების აზროვნებას შევცვლით, აღარ ვიაზროვნებთ როგორც პატარა ქვეყნის ნაკრები, შორეულ პერსპექტივაში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ დიდი ნაკრების დონეზე. ამ გზაზე იქნება ბევრი მარცხი, ბევრი მწარე გამოცდილება, მაგრამ ბოლოს იქნება სასწაულები. ამის მჯერა და დარწმუნებული ვარ. ხანდახან დიდ ტურნირზე გავიდეთ და იქ რაცხას გამოვკრათ ხელი კი არ იქნება მერე. ძალიან მაგარი რაღაცები იქნება, სასწაულები იქნება, დიდ მიზნებს შევეჭიდებით თუ ამ აზროვნებას დავიწყებთ. დიდი გუნდი რო გახდე, ჯერ უნდა იაზროვნო დიდი გუნდივით, მერე შეიძლება დაიწყო დიდი გუნდივით თამაში, მაგრამ თუ არ გადაწყვიტე, რომ დიდი გუნდი გინდა გახდეს, ისე რაც არ უნდა ითამაშო, არაფერი არ გამოვა, ჩემი აზრით. მატჩის შემდგომ კომენტარებს გადავხედე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ
ეს თაობა სხვანაირად აზროვნებს ეს ნაკრები სხვა მენტალიტეტის ნაკრებია. აი რამდენიმე განცხადებას გეტყვით გიორგი მაისურაძე. ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე დავიხარჯებით და არავინაა ისეთი რომ კონკურენცია ვერ გაუწიოთ. საბა საზონოვი. გრძნობთ რომ საფრანგეთის დამარცხებაც შეგვიძლია, თუმცა დაველოდოთ მაინც. ირაკლი აზაროვი. დღეს ჩვენ ძალიან კარგ გუნდს მოუგეთ. ახლა დასვენების დროა. მერე ვარჯიშის რომ საფრანგეთთან ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. ეს არის ის აზროვნება, რომელიც გვჭირდება. ბიჭები აღარ ამბობენ რომ იმას კი არ ამბობენ ბიჭები რომ ვეჭველი მოუგებთ საფრანგეთს. არა, ბიჭებს ჯერათ რომ ყველასთან შეუძლიათ თამაში. დანარჩენი უკვე არის სტატისტიკა. ვიღაცას მოუგებ, ვიღაცას ვერ მოუგებ, მაგრამ შენ თუ ფიქრობ რომ ყველას დამარცხება შეგიძლია, ეს უკვე კარგია და თუ არ ფიქრობ რომ ყველას დამარცხება შეგიძლია, ჩემ ეზეც სხვა პროფესია უნდა იპოვო რა. ესე ვფიქრობ. მე როგორც კი ვიფიქრებ რომ მაგნუს კარლსენის დამარცხება არ შემიძლია, იმ წამსვე დავასრულებ კარიერას და ვიტყვი რომ რამე სხვა საქმეს უნდა მოვკიდო ხელი, რამე YouTube-ს დავიწყებ, რაღაცას ვიზამ. ცალკე უნდა ვისაუბრო კომაგებზე, სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ კომაგები რო არა, გუშინ ჩვენ ვერ მოვიგებდით. ამაში ვარ დარწმუნებული 100%-ით. გოლის გაშვების შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა გადავიდა პოლონეთის მხარეს, ვეღარ დავალაგეთ თამაში და თითქოს რაღაც აირია. ამ დროს გადავჯექი კომაგებში. მივხვდი რომ ახლა ტრიბუნიდან უნდა წამოსულიყო მუხტი, რომელიც ბიჭებზე გადავიდოდა და რაღაც სინერგია გაჩნდებოდა მოთამაშეებსა და კომაგებს შორის. ბოლო 10 წუთი კომაგებმა რაღაც სასწაული დაატრიალეს. ერთი წამით, მართლა ერთი წამით არ გაჩერებულან. ბოლო 10 წუთი იყო რაღაც საოცრება. ნელ-ნელა ეს ყველაფერი შემდეგ გადავიდა მოედანზე, დავალაგეთ თამაში და მე რაც მოხდა ყველამ ნახეთ. ვლოგში მინდოდა ამ ყველაფრის თქვენთვის ჩვენება, მაგრამ მოდი პატას კამერიდან მოვიპაროთ რაღაც კადრები და გაჩვენებთ რა მოხდა ბოლო 10 წუთის განმავლობაში. აფხაზეთი საქართველო! სამაჩაბლო საქართველო! სიყვარული აღიღლები სიმღერები ვიჭებორე მიდი მოიმე დარჯი კარგი ხარ?
აი ასეთი ამბავი დატრიალდა მეგობრებო ბოლო 10 წუთის განმავლობაში და მატჩის შემდეგ. მადლობა ბიჭებს, მადლობა ნაკრებს, მადლობა კომაგებს. რაც შეეხება ზოგადად ევროპის ჩემპიონატს, ორგანიზებას, მასპინძელ ქალაქებს, რომ გითხრათ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატით ცხოვრობს ქვეყანა თქო, მოგატყუებთ, მაგრამ ძალიან კარგადაა ყველაფერი ორგანიზებული. ჩვენ ორ ქალაქში გვიწევს თამაშები, ეს არის ჟილინა და ტრენჩინი, ორივე მეზიზღება. იმიტომ რომ ჟილინამ 2 მატჩის ჯამში 6-3 მოუგო ქუთაისის ტორპედოს ერთდროს ევროპის ლიგაზე, ტრენჩინმა 2 მატჩის ჯამში 8-1 მოგვიგო, აგვაწიოკა და ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი ორივე ქალაქის მიმართ, მაგრამ ისე მიდის საქმე, რომ ეჭვი მაქვს ორივე ქალაქი შემიყვარდება, რისთვისაც მადლობა ნაკრებს, რომ კარგ ემოციებს და მოგონებებს მიტოვებს ამ ქალაქს. ორგანიზებას რაც შეეხება, ძალიან კარგად არის ორგანიზებული ყველაფერი. გუშინ პატარა კონცერტიც იყო მოედანზე, ბავშვთა მეტალ ჯგუფი უკრავდა. როგორი განწყობა იყო მატჩის წინ, ამასაც განახებთ ძალიან მოკლედ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ბავშვთა მეტალში უნდა ჩაიდოს ფული. და სლოვაკეთმა დამიჯერა და ეს არის სწორი გზა, ეს არის მეტალიკის გზა, ეს არის ძიმე ჯუარის გზა, ეს არის ვისი გზა ვთქვა, კიდე სლოვაკური ჯგუფის გახსენება მინდოდა ვერ გავიხსენებ. აბა მეგობრებო, დღეს ჭადრაკი არ გვაქვს სათამაშო და შეგვიძლია ულიმიტოდ დავლიოთ. მალე დაიწყება პოლონეთის საქართველო. აბა გაგვიმაგე. დღეს 3 ქულა. მოდება. ლუდი კარგია, ყველა, რაც გავსინჯეთ. ფასები მშვენიერია, საქართველოზე გაცილებით იაფია ყველაფერი. ხალხი კეთილგანწყობილია, ინგლისური არიციან. ჟილინა სტადიონი არის, მეგობრებო, ძალიან კარგ ადგილზე, კურორტია, ფაქტობრივად, ძალიან კარგად იყურება თამაში ნებისმიერი ტრიბუნი და ხილვადობა არის იდეალური. ერთადერთს, რასაც შევცვლიდი და ჩემი რჩევა იქნება ორგანიზატორებთან, რომ სტადიონის ტუალეტში შუქი ინთება მას შემდეგ, რაც შედიხარ და მოძრაობას იწყებ. მანამდე არის ჩაბნელი, უკუნითი დგას. ხო და პირველი ტაიმის განმავლობაში წავედი შევირბენდქო 1 წუთით და საშინელი სიბნელე იყო. გამოძრავდი, აინთო და უცებ შემეფეთა კაცი ამოღებული რუსეთით. ხო და რა არის იცი? მოძრაობდა. არის. ალბათ რაღაც გაშეშდა. შუქი რო ჩაქრა რაღაცოებში გაშეშდა და ელოდებოდა ალბათ რა მოხდებოდა რაღაცა და მე რო შევარდი მე თან ცოტა ისეთი მოძრაობა გავაკეთე რა, ისე მაგრად შევედი რა, რომ მეთქი იგრძნოს რომ მოვედი და შუქი აინთოს რა და. ხო და ისეთი მომენტია რა, რომ უკუნითი რო გაქრება და იქმნება ნათელი, მაგ დროს ყველაზე ნაკლებად გინდა დანახვა რა. რაღაცნაირი მომენტი, ისე გაქრა სიბნელე და რაღაცა და ეგრევე ხო ხვდები? ანუ უხერხულია რა და ერთადერთი ეს თხოვნა მექნება ორგანიზატორებთან, რომ მოდი ნუ დავზოგავთ ელექტროენერგიას ტუალეტში. სხვა შენიშვნა ორგანიზატორებთან არ მაქვს. ეს ერთადერთი ეს შენიშვნაა, რომ ტუალეტი ისეთი ადგილია, მანდ ელექტროენერგიის დაზოგვა არ ღირს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, აქ ვიქნებით ჯგუფური ეტაპის განმავლობაში მთლიანად. დავდებთ 3 უჯარი მოდს ყველა მატჩის შემდეგ. გარდა ამისა, ვაპირებთ 2 დღით წასვლას ბუდაპეშტში, სადაც ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იმართება და იქედანაც კარგ რაღაცებს გადავიღებთ. პლუს ვლოგს დავდებთ, შემდეგ რო ჩამოვალთ და დავამონტაჟებთ და
ავი მეტი რა ვქნათ ახლა. პლუს გამოიწერეთ ჩვენი Facebook-ი და TikTok-ი, მანდ კიდე კაი რაღაცეებს დავდებთ, რაც ახლა ყველაფერს ხო YouTube-ზე ვერ დადებ ადამიანი, რაღაცეები ხო TikTok-ზე და Facebook-ზე უნდა დადო. მანდაც გვექნება პატარ-პატარა ექსკლუზივები. გამარჯვებულები უნდა გამოვავლინოთ. დაგვიგროვდა ვალები, ორი გამარჯვებული უნდა გამოვავლინოთ, ერთი მაისურის მფლობელი და მეორე იქედან რომ უნგრეთში რომ ლამაზ-ლამაზი რაღაცები ვიყიდეთ და უნდა გაგვეთამაშებინა. კი არა და დაწერა ხალხმა კომენტარები და ჩვენ არ გამოგვივლენია. ორი გამარჯვებული ერთად უნდა გამოვავლინოთ, ხო და მათხოვეთ ლეპტოპი და კამერაც მომეცით რომ გადავიღო პროცეს გამჭვირვალე რო იყოს ყველაფერი რა. და პირველი გამარჯვებული, ეს მაისურის გამარჯვებული, გახდა შემდეგი კომენტარის ავტორი. ნიკა ხაჩიძე, 5 მოგება და 1 წაგება მშვენიერი შედეგია. ეს კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ არ უნდა დაეწერა, სპოილერი იყო. და ჩვენ შეგვიძლია ნიკა დავსაჯოთ და ჩამოვართვათ მაისური, მაგრამ კეთილები ვიქნებით. კარგი, შემდეგი გამარჯვებული, ესე იგი, ეს უკვე ის ფერად-ფერადი ქარდები და ასე შემდეგ რო იყო და მეორე გამარჯვებული იქნება ვაიმე რამხელა კომენტარია. დიდი კომენტარია. მოკლედ, მეგობრებო, გამარჯვებულებო, მომწერეთ Facebook-ზე თქვენი ინფორმაცია, სად დაგიკავშირდეთ, როგორ დაგიკავშირდეთ? პატიკო დაგიბრუნო კამერა? ხო. ევერზე კამერის გარეთ. ხო და ხალხო, მოიწერეთ ჩემს პირად Facebook-ზე ან უჯარიმოძე მოგწერეთ გამარჯვებულებმა თქვენი ტელეფონის ნომერი, დაგირეკავთ, შეგითანხმდებით და როცა უпроსორად რომ ჩამოვალ, მერე დაგირეკავთ და შეგითანხმდებით დროსა და ადგილზე, სად მიიღებთ საჩუქარს და ეხლა უნდა წავიდეთ, დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ საფრანგეთის ნაკრები არ მაცდის ეპიზოდის ჩაწერას. უკვე მესამედ მაწყვეტინებენ. ნეტა თუ იციან რომ წააგებენ. როგორ იქნება ფრანგულად წაგება? ეთყობა სპეციალურად დავალება აქვს ეგეთი რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა იყოს რა და ამიტომ წავედი ახლა და შევხვდებით საფრანგეთთან მატჩის შემდეგ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ ხალხო, ძალიან მნიშვნელოვანია. აბა ჰე